სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ იცით ალბათ ინკრიმინირებულია დღეს მოქმედი სამართალდამცავების და მართველი გუნდის პრეტენზიები და მათი პრეტენზიების დამტკიცების შემთხვევაში საქმე რაც ინკრიმინირებულია ლილუაშვილის მიმართ ითვალისწინებს 1-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მოკლედ გუშინდელ სასამართლოზე ის კვლავ პატიმრობაში დატოვეს თუმცა პროკურატურის შუამდგომლობით პროცესი იყო დახურული, რაზეც ბატონ ლილუაშვილის დაცვის მხარემ გამოხატული ადვოკატ რობერტ გრიგალაშვილის სახით განაცხადა, რომ მხარის დასამალი არაფერი არ აქვს და არც დანაშაულს აღიარებენ. ანუ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. და შესაბამისად რაიმე სახის საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიდის. სანამ გაირკვევა მოქმედი მთავრობის ანტიკორუფციული და პერსონიფიცირებულ აქტივობასთან დაკავშირებით პრეტენზიების ვალიდურობა, მაინტერესებს როგორ მოხერხდა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ისე დაიხურა იმ ფონზე, რომ საბჭოთა საქართველოშიც კი ლამის პირდაპირ ეთერში ხდებოდა მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესების ტრანსლირება. როგორ მოხერხდა ამ სრულიად გასაოცარი დემოკრატიის პირობებში, რომ ადვოკატები უდმივად ხელს აწერენ ლამის გაუთქმელობაზე პროცესები დახურულია საზოგადოებისთვის და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად სამართლიანად არის ინკრიმინირებული პრეტენზიები კორუფციაში ბრალდებულთა მიმართ, რომელთაც ასევე აქვთ უფლებები. რა ხდება კიდევ ერთი ლილუაშვილის? სანდრო ლილუაშვილის საქმეზე. ბიზნესმენის, რომელიც რაც თავი მახსოვს ბიზნესშია და თან ნავთობის ბიზნესშია. რა ხდება კიდევ ერთი ბიზნესმენის საქმეზე? კულა ვანო გოგლიძე. წლებია საზოგადოება მიირთმევს ამ კომპანიის წარმოებულ პროდუქციას და რა აღმოაჩინეს ასეთი დღევანდელმა სამართალდამცავებმა პროდუქციის შემადგენლობაში იმგვარი, რომელიც წლებია ართმულა მომხმარებლების მხრიდან. არ გვაქვს ასევე სიახლე არც თორნიკე რიჟვაძის საქმეზე და მის მიერ დაწერილ წერილზე. და არც 700 მილიონი დოლარის გათითრების საქმეზე, რომელმაც შეძრა დუნია და ბიზნესმენებს ლამის ფულის კეთებაზე აღებინა ხელი. აქაო და რამოდენა ფული კეთდება 3 წლის განმავლობაში ჩვენ რას ვუწვალოთ? აი ამ კითხვებზე პასუხის გაცემის დრო აუცილებლად მოვა. ან ის დარჩება საქმეებად, რომელსაც საზოგადოება მიიჩნევს ვენდეტად, ერთ ჯგუფში გნით დაპირისპირებულთა შორის, სადაც ნამდვილად დრონი მეფობენ და ძალა აღმართ ხნავს. მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ბოლო სერიაში ისეთი ამბავია, როგორც მორის პოცხიშვილის არაჩვეულებრივი ლექსშია. მეფესაც და პაიკს საბოლოოდ ერთ ყუთში ყრიან. კიდევ ერთი ამბავი, რაც გავარკვიეთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, გახლავთ შემდეგი, რომ თბილისში ისპაჰანლის ქუჩაზე, ეს ძველი აბანოს შენობის ტერიტორიაა, რომელიც ამჟამად უთფუნქციოა, ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის მშენებლობა იგეგმება. ცხადია, ჰეიდარ ალიევის ღვაწლის დაუფასებლობა საქართველოსთვის წარმოუდგენელია და ამიტომაც არსებობს საქართველოში მისი სახელობის გამზირიც, ჰეიდარ ალიევის მონუმენტიც, რომელსაც მუდმივად და სხვათა შორის გამორჩეულად უვლიან აზერბაიჯანის ბიზნეს წარმომადგენლებიც საელჩოც. უბრალოდ ალბათ ჰეიდარ ალიევთან ერთად ის ქართველებიც უნდა დავაფასოთ, ვინც ისტორიული მისია გაუჩინა და თან ფუნქცია ჩვენს ერთ ციდა სამშობლოს. ეხლა რაც შეეხება ჰეიდარ ალიევის მომავალ ცენტრს აბანო თუბაში, მარტივად რომ გითხრათ, სახელმწიფოსა და 5380 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის რამდენიმე მფლობელს შორის შედგა შეთანხმება გამოსყიდვის თაობაზე. თუმცა იქ არის რამდენიმე მოქალაქის კუთვნილი მცირედი ფართები 20 კვადრატი 15 18 მოკლედ რამდენიმე ათეული ალბათ იმათთან სახელმწიფო ვერ თანხმდება. ამიტომ სახელმწიფო ექსპროპრიაციის გზით შეიძენს აი ამ მიწის ნაკვეთებს. რაც ნიშნავს, რომ აი ამ ფართების მფლობელებს სადაც საბოლოოდ უნდა აშენდეს ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრი, ვერ უთანხმდებიან ფასზე, ანუ გადახდაზე და ძალით გადაუხდიან საბაზრო ფასით თანხას და მიწა მოექცევა სახელმწიფოს სასარგებლოდ. მოქცევა თანამედროვე ქართულ ენაზე ნიშნავს, რომ გახდება მყიდველის, ანუ სახელმწიფოს საკუთრება. და კიდევ რაც გავარკვიეთ ეკონომიკის მინისტრის ბრძანებიდან, საქართველოს მთავრობა დააფინანსებს მიწის გამოსყიდვას, ხოლო ადგილზე ახალი
ნაგებობის კულტურის ცენტრის მშენებლობა მთლიანად აზერბაიჯანის მხარის მიერ დაფინანსდება. რაც შეეხება მომავალ სამშენებლო სამუშაოებს ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრისა, ეს გულისხმობს, როგორც მოგახსენეთ, 5380 კვადრატულ მეტრზე მიწის ნაკვეთზე გაბარიტული ნაგებობის მოწყობას. ცენტრის მთავარ შენობაში შესასვლელი განთავსებული იქნება 780 კვადრატული მეტრის ფართობის საზოგადოებრივი სივრცე, რაც ძველი აბანოს ისტორიულ შენობას დააკავშირებს მთავარ ფოიესთან და ასევე დაუკავშირდება ბავშვთა თეატრს, რომელსაც იმავდროულად მთავარი შენობისგან დამოუკიდებელი ექსპლუატაციის საშუალება ექნება. ობიექტზე მოეწყობა საკონცერტო დარბაზი, მისაღები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისთვის გათვლილი სივრცეები. ხო, და როცა მეტი გვეცოდინება და დარენდერდება თუ საბოლოო საპროექტო სახეს მიიღებს აღნიშნული ცენტრის პროექტი, იმასაც აუცილებლად შეგატყობინებთ და არ დაგინდობთ. ისე დანდობა იქით იყოს და პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი მნიშვნელოვანი კიდევ იმით არის, რომ ამას წინ უძღოდა ურთიერთობების საკმაოდ მძიმე პერიოდი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, გამოხატული ჩვენ მთავრობებს შორის გაფუჭებული ურთიერთობებით. და ფაქტია, ეს ურთიერთობები დაადგა ერთგვარ გამოსწორების გზას, აი რის ფასად ამას გავარკვევთ უახლოეს მომავალში. და ერთიც ფაქტია, ამოყირავებული და თავგზავნეული მსოფლიოს პირობებში ყველა ეძებს სტაბილურ და ალტერნატიულ მარშრუტებს, განსაკუთრებით ნავთობის და გაზის, ასევე სხვა ენერგოპროდუქტების გასაყიდად. ხო და აი ამას ემსახურებოდა კიდევ ერთი ვიზიტი, რომელიც გუშინ შედგა საქართველოში და მივიღეთ ყაზახეთის მთავრობის დელეგაცია მათი საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანასთან, რომელიც ბათუმის პორტის მფლობელიც არის და დარწმუნებული ვარ, მეტიც სურს მიიღოს. და იმასაც დაგიანონსებთ, რომ კიდევ ბევრ სხვა ვიზიტებსაც უნდა ველოდოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან, ისევე როგორც საქართველოს პოზიციების გააქტიურებას დაიწყებს ევროპის და ამერიკის მიმართულებით. ესეც გარდუვალია. დანარჩენი გამოჩნდება, არა არც დაფარული, რომ ჩვენთვის არ გაცხადდეს. გუშინდელი დღის მთავარი ეკონომიკური თემა მაინც სავალუტო ფონდის მისია და მისი შემაჯამებელი პრესკონფერენცია შეგვიძლია ჩავთვალოთ. შეგვიძლია, რადგან სიახლე არც არაფერი არის ამ მიმართულებით, საქართველოს მაკროპარამეტრები წესრიგშია და იდეაში რეზერვების სრულად მწყობრშია და მზადყოფნაში, რომ მოვახდინოთ ნებისმიერი რეაგირება შოკურ საგარეო გამოწვევებზე. ალბათ ყველაზე სასარგებლო, რაც გუშინ მოხდა, არის ის, რომ ბიზნესის და ეკონომიკის თემატიკით დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ იხილეს ხორციელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი. ამიტომ სავალუტო ფონდის მორიგი პროტოკოლური რეზუმეს შეფასებას ჩვენს ეკონომიკაზე არ შეუდგები. ამისთვის ნინო ლონგურაშვილი თავისი საავტორო პროლოგში დაკავდება. მე მხოლოდ გეტყვით ერთს ჩემი მხრიდან და ერთს ვისურვებდი, რომ ხშირად ჩამოვიდეს სავალუტო ფონდი საქართველოში. თქვენი ჭირიმე. ძალიან ხშირად ჩამოდით, თორემ დაგვავიწყდა როგორ გამოიყურებიან საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები და პრესკონფერენციების ფორმატი ხო საერთოდ სრულიად ფანტასმაგორიული ამბავი გახდა. ასე რომ ხშირად ჩამობრძანდით საქართველოში და მოაწყვეთ პრესკონფერენციები. აქაურ საზოგადოებას პატივს არ სცემენ და თქვენ ეტყობა მაინც ვარს ვერ გეუბნებიან, თორემ ევროპას დიდი ხანია თვალი დაუვსეთ ჩვენი გასაოცარი დემოკრატიით, კლასიკოსებიც რომ გავიხსენოთ ქართული პოლიტიკისა. ამასობაში ვახსენეთ რეზერვები, სავალუტო რეზერვებს გულისხმობს ცხადია და გასულ თვეში რეზერვებმა 353 მილიონი დოლარით იკლო 6 მილიარდ 310 მილიონ დოლარამდე. სტატისტიკაში ასახულია, რომ კლება მაინც უკავშირდება უცხოური ვალუტის აქტივების და ასევე ოქროს რეზერვების კლებას. კერძოდ ოქრომ ფასში დაიკლო 151 მილიონი დოლარით და მილიარდ 60 მილიონის მინუსი მისცა, მაგრამ მილიარდ 60 მილიონზეა საერთო რეზერვებში. ამავე პერიოდში უნცია ოქრო 4800 დოლარიდან ეხლაც 4600 დოლარად ივაჭრება ბირჟაზე. ამასთანავე სხვა სავალუტო აქტივების მოცულობა შემცირდა 196 მილიონი დოლარით და ამ მიმართულებით რეზერვების კლება შესაძლოა განპირობებული იყოს ეროვნული ბანკის მიერ BIMEDge პლატფორმის
მეშვეობით განხორციელებული გაყიდვებით, რაც ირანში ომის დაწყების შემდეგ სავალუტო მერყეობის დასტაბილურებას ისახავდა მიზნად. კიდევ ერთი ფაქტორი შესაძლოა საგარეო ვალის მომსახურება ყოფილიყო, თუმცა ინფორმაცია არც ამის თაობაზე არის საოპერაციო აქტივობის ნაწილში. იმის შესახებ თუ რა მოცულობის გაყიდვები განხორციელდა ეროვნული ბანკის მხრიდან მარტში, ბიმეშ პლატფორმის მეშვეობით, ცნობილი 27 ապრილს გახდება, როცა ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას რეზერვებთან დაკავშირებით. მოკლედ, ჭირიქა და უხიდიაქა. გუშინგნელი ღამის მთავარი თემაა, რომელსაც გადაყვა ნახევარი მსოფლიო და თვალყურს ადევნებდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს დროით 3 საათისთვის გამოაცხადა, რომ შტატებმა ისრაელმა და ირანმა ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება ოფიციალურად ვაშინგტონმა თეირანისთვის მიცემულ ულტიმატუმის ამოწურვამდე თითქმის 2 საათით ადრე მიიღო. როგორც ირკვევა, ზავი ითვალისწინებს 14 დღით ჰორმუსის სრუტის სრულად გახსნას და ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის შეჩერებას. არსებული ინფორმაციით, ზავი ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც ირანულმა მხარემ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სრუტის ბლოკადა ოფიციალურად შეაჩერა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტრამპის განცხადებას ენერგეტიკულ ბირჟაზე მყისიერი რეაქცია მოყვა. საქართველოს დროით ღამის 3 საათზე ბრენტის მარკის ნავთობის ფასი თითქმის 19%-ით $91-ზე იყო ჩამოსული, ახლა 95-ზეა. ეს მაშინ როცა მთელი დღის განმავლობაში $100 აჭარბებდა. რაც შეეხება WTI-ს, ისიც 16%-ით გაიაფთა უკვე $95-მდეა შემცირებული. და როგორც ირკვევა, ამერიკული მხარისთვის დროებითი შეთანხმების საფუძველი თეირანის მიერ წარდგენილი 10 პუნქტიანი გეგმა გახდა. ტრამპის განცხადებით, აღნიშნული წინააღმდება მოლაპარაკებისთვის სამუშაო საფუძველს ქმნის და შესაბამისად მხარეები საბოლოო შეთანხმების მიღწევას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში შეეცდებიან. მნიშვნელოვანია, რომ თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელში, Truth Social-ში, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, დაწერილ პოსტში მიღწეულ ზავს ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა უწოდა, რაც კონფლიქტის ყველა მხარის მიერ დეესკალაციას გულისხმობს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა დასახულ სამხედრო ამოცანებს და მიზნებს უკვე მიაღწია, გადააჭარბა კიდეც, შესაბამისად ახლა პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაა.